საღამო მშვიდობის დადგა კვირა 7 საათი ზუსტად ჩვენ საქართველოს ფანობს გთავაზობთ საქართველოს ფანობს სამ შესწქერით შემოძვირფასებო აპლოდისმენტები სტუდიაში თვითონ კარგი იქნება იმიტომ რომ ელოდება 5 ადამიანი განაჩენის გამოტანას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამას გადაწყვეტს ჩვენი კეთილი ჟიური და არა რაღაც გვარების მფლობელები და ესენი გახლავან ულამაზესი ნინო ჩხეიძე არადაკლებულა მშვენიერი ნიკოლოზ არაბიძე არაჩვეულებრივი შეხედული გადასარევი პროფილი ვახტანგ ბიჭიკაშვილი მშვენიერი ნამდვილად ულამაზესი შეხედული ხუმრობის გარეშე უნიჭიერესი ჩვენი ვერიკო ტურაშვილი დიდი მადლობა ვერიკო კლავ ჩვენთან ერთად ხარ ბატონო არა სუსურებ იმიტომ რომ როგორც გახსოვთ კარგი ქულები დაიწერა გუშინაც, ასე რომ აღარ ვალოდინებ ბატონ ვასილ ნანობაშვილს და ნახოთ ძალიან მშვენიერი სიმღერით წარდგება ჟიურის წინაშე, თქვენ წინაშე და ნახოთ პირველი სიმღერის შემდეგ დღეს რა ქულებს დაწერს ჟიური. ასე რომ ჟიურის ვთხოვ ყურადღებით და შევეგებოთ ვასილ ნანობაშვილს. Люди мира на минуту станьте. Слушайте, гудит со всех сторон. Это раздается Бухенвальде. Колокольный звон. Это возвратилось и окрепло. Это буле праведная кровь. Это жертвы ожили из пепла, и восстали вновь, и восстали вновь, и восстали, и восстали, и восстали вновь. Сотни тысяч заживо сожженных Строятся серенький креатурят Интернациональные колонны С нами говорят Слышите громовые раскаты Это не гроза, не ураган Это вихрем отдавним опяки Стонет океан, тихий океан Это стонет тихий океан Люди мира на минуту станьте. Слушайте, гудит со всех сторон. Это раздается Бухенвальде. Колокольный звон. Звон плывет на все землею. И гудит взволнованно эфир. Люди мира будет вот все трое. Берегите мир, берегите мир, берегите ვასილ ნანობაშვილი, დიდი მადლობა ბატონო ვასილ, უღრმესი მადლობა. ეს მინდა გითხრათ რომ მშვიდობაზეა სიმღერა, როგორც ბატონმა ვასილმა ბრძანა და შეაფოცეთ.
ცოტა მიჭირს შეფასება, იმიტომ რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად უცხო სიმღერა იყო, ბატონი ვასილის შესაძლებლობები მომწონს, მაგრამ უკვე მეორე ტურია რაღაცა სიმღერებში ჩვენი გემოვნება არ დაემთხვა ერთმანეთს და ამ შემთხვევაში არ ვიქნები ალბათ ობიექტური და ჩემი პატივისცემის გამო სწორედ თქვი ხო? ანუ ამიტომ დავწერ 10 ქულას და ვერ გავაკეთებ კომენტარს დღეს. 10 ქულა, დიდი მადლობა. ვახო. ბატონო გოგითოფაძემ მომწერა მესიჯი ამ სიმღერის დროს და დაუწერი 10-იანიო და უწერ 10-იანს ამ ადამიანს. 10 ქულა გადასარევი. მე პირველად უსმენ ბატონ ვასილს და ძალიან მომეწონა თქვენი ვოკალი, თქვენი შესრულება და რა თქმა უნდა დაგიწერთ 10-იანს. რა ვიცი, მეც ბატონო ვასილ რა შემიძლია თქვა თვითონ სიმღერაზე, ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისეც განსაკუთრებით, უბრალოდ თქვენ მე კონკრეტულად პიროვნებაზე შემიძლია ვისაუბრო იმ ტურების განმავლობაში, რაც ჩვენთან ბრძანდებით, ხართ საინტერესო ადამიანი, თუმცა ნინოსაც არ შემიძლია არ დავითანხმო იმაში, რომ თქვენ უფრო რა ვიცი სიტყვაზე მაგალითად აი ეს სიმღერა რო ავიღოთ თქვენი ვოკალური მონაცემები და ის რაც გინდათ რო თქვათ ჩემი აზრით ბევრ სიმღერაში შეგიძლიათ თქვათ გაცილებით უკეთ ამის თქმა მინდა რო გითუნდაც გადასარევი თუ მაინდა მეც დაგიწერთ დღეს 10-იანს უბრალოდ ამ შემთხვევაში უბრალოდ რეპერტუარზე მქონდა საუბარი მე სხვაზე არაფერზე შესრულებაზე ნამდვილად ვერ გეტყვით ვერაფერს გადასარევი ჩემო ძირფასებო მთავარია ფეხბურთის არ იყო შედეგი კი 40 ქულაა გილოცავ ჩემო ძირფასო გილოცავ დიდი მადლობა ჟიურის იმიტომ რომ ძალიან სამართლიანია აქ გააკეთეს აქცენტი ვოკალურ მონაცემებზე ვისაც დიდი მადლობა და ძალიან კარგი რომ ასეთი კარგები ხართ და მე ყოველთვის ჩემი კონკურსანტების მხარეს ვიჭერ ხოლმე რატომღაც ასე გამოდის მოკლედ ვაგრძელებთ ჩვენს ამბავს საქართველოს ფანოქს და საყვარელი ნაცია მამიტაშვილი მოვიწიოთ სცენაზე ნახეთ რა ლამაზია dove trovarti non so come cercarti abbracciami con me isolami senza smerte immagini del tuo viso aspettate adagio nelle notti senza perle i sogni senza stelle immagini del tuo viso che passano all'improvviso mi fanno sperare ancora che ti troverò adagio trovi il cammino che mi porta via dell'agonia sento battere in me questa musica che ho inventato per te se sai come cercarti se sai come cercarmi abbracciami con la mente isolami sempre mente accedi il di non c'è
ნათია მამიტაშვილი. დიდი მადლობა ნათია. ნინო, გთხოვთ. აი უკვე ორი ტურია. აი უკვე მეორე ტურია მართლა რაც შენ ხარ და მომწო ხარ ძალიან. ერთადერთი რასაც დავამატებდი ნათი, აი რა თქმა უნდა ის ნერვიულობა ცოტა უფრო მოხსნილი იყო ვიდრე წინა ტურში, მაგრამ კიდე ვიცი მე რას გირჩევდი, აი რა მე მინდა რომ ესეთი იყო, თქვა შემდეგ ტურში უფრო მოგწონდეს შენი თავი და უფრო თავდაჯერებული იყო. ნუ უყურებ თქვა ჩვენ ემოციას ნუ უყურებ, იმიტომ რომ შეიძლება ისე სპეციალურად გქონდეს რაღაც ისეთი სახე რომ შენ გამოწვევდეთ, თუმცა არ ყოფილა ესეთი, მაგრამ ნუ უყურებ სხვის ემოციას, როცა შემღერი, იმიტომ რომ მართლა გაქვს ყველანაირი მონაცემები, ძალიან კარგად ვღერი, ლამაზი გოგო ხარ, კარგი გოგო ხარ და გამოდი და დატკბი შენი თავით და ნუ შემდეგ რა თქმა უნდა შენ რომ მოგეწონება შენი თავი, სხვასაც მოეწონები, თუმცა მე პირადად მომეწონა ძალიან, კარგი გოგო ხარ, ყოჩა. ატიკულა გადასარევი. ვახოთ. ხო, მე ძალიან მომეწონა, ნამდვილად იყო მოხსნილი ის ნერვიულობა, რაც წინა ტურში ჰქონდა. და რა ვიცი, წარმატება მინდა უსურვო და უბრალოდ დავამატებდი ნინოს ნათქვამს იმას, რომ მაყურებელიც შეამჩნიე, რომ არსებობს, წარმოიდგინე, რომ შენს წინ ძალიან დიდი დარბაზია და ძალიან ბევრი ადამიანი ისმენს შენს ნამღერს და უნდა დაგიკრან აპლოდისმენტები და მე ვფიქრობ ეს ყველაფერში დაგეხმარება და შენი სამომავლო წარმატებისთვისაც კარგი იქნება. ამიტომ მეც ათიანს დაგიწევს. ატიკულა გადასარევი, დიდი მადლობა ვახო, ვერიკო. ესე იგი, ეს არის ისეთი რთული სიმღერა, რომ აი პროფესიონალები რო არიან და მილიონი წელი რო დგანან სცენაზე, იმათვისაც კი არის ხომ რთულად შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იმღერე, საერთოდ არაფერი არ ქონდა სანერვიულო. არ ვიცი წინა ტურებში როგორ ნერვიულობდი, მაგრამ დღესაც ნერვიულობდი, იმიტომ რომ მე პირველად გნახეთ დღეს და მე მგონი არ უნდა გენერვიულად, იმიტომ რომ ალბათ უფრო მეტად კარგი გამოვიდოდა თქვენი შესრულება. გილოცავთ ათიანი, რა თქმა უნდა. ატიკულა ვერიკოსგან. დიახ, მე არ შემიძლია ვერიკოს არ დავეთანხმო, მეც ძალიან გამიჭირდებოდა ამ სიმღერის შესრულება. ესე იგი, მეც რა შემიძლია გითხრათ რჩევის სახით. ესე იგი, ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე აი პაუზებში. ისეთ სახეს ღებულობთ, რომ გონია რომ უთოდ აქ ჩართული სახში და ახლა გაგაგები ეს ამავი და არც არის არავინ სახში და დედა იქნება გახსენდებათ ხოლმე ხანდახან. ხო, ხანდახან რაღაცნაირი შეწუხებულ სახეს ღებულობდა. არაფერი არ გაქვს სამაგისო. უთო გამორთულია, თუ მაგაზე ნერვიულობთ, უთო გამორთულია, არ არის ჩართული და მთლიანად აი ანუ იმით დაკავდით, რაც გახართ სცენაზე. მესმის რომ შეიძლება იმ სიმღერას ნერვიულობთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია. დაიხარეთ და ჩემგან დამსახურებული. ხო. ატიკულა. დიდი მადლობა ნიკუშას. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა და შემდეგი მონაწილე გახლავთ დავით ხურციძე. აპლოდისმენტები არ ჭირდება ამ ადამიანს. ჭირდება. ყველა ლამაზ მანდილოსთან სიძულე სიმღერას ჩემი ჟიურის მანდილოსნების თანადოდ Красивая любовь, мы отдали нам безумство. О Боже, как была к лицу тебе твоя весна, но осень на дворе, деревья в серебре. Увы, привычка охладила нас, но осень на дворе, деревья в серебре. Увы, привычка охладила нас. Снежинки на ресницах таяли, и зачарованно читали мы красивый незаконченный роман про любовь без измен. Но все когда-нибудь кончается. Так отсюда мы давай уйдем сейчас, оставим незаконченный роман в парке на скамье.
между нами радостных воспоминаний. Но я бы не хотела знать агонию любви, расставшись мы с тобой, спасем свою любовь от сложных разговоров и обид. Расставшись мы с тобой, спасем свою любовь от сложных разговоров и обид. Снежинки на ресницах таяли, и зачарованно читали мы красивый незаконченный роман, паря любовь без имен. Но все когда-нибудь кончается, так отсюда давай уйдем сейчас. Оставь незаконченный роман в парке на скамье. Снежинки на ресницах таяли, и зачарованно читали мы красивый незаконченный роман, паря любовь без имен. Но все когда-нибудь кончается, так отсюда давай уйдем сейчас. Оставим незаконченный роман в парке на скамье. Оставим незаконченный роман в парке на скамье. დავით ხურციძე, დიდი მადლობა ბატონო დავით, ხოთ მომბრძანდით. ნინიკო, უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. ეს სიმღერა დუეტია და ვფიქრობ ძალიან რთულია, რომ ერთმა ადამიანმა შეასრულოს და ესეც იყო, იმიტომ რომ ცოტა მოსაწყენი მომეჩვენა, იმიტომ რომ იქ ორხმაში მაინც რაღაც ანუ ისეთი სიმღერაა. მე დღეს დაგიწერთ 9-იანს. 9 ქულა ნინოსგან ვახო. ნამდვილად რთული შესასრულებელია, როცა არც ირინა ალეგროვა ხარ და არც იგორ კრუტოი მით უმეტეს. მაგრამ მე მაინც მომეწონა ამ ადამიანის ყოველთვის მომწონს ამ ადამიანის შესრულება. ნამდვილად გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით, ამიტომ იგორ კრუტოი გიწერს 10 ქულას. 10 ქულა. მადლობა. ვერიკო. მე ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი ხმა გაქვთ და ძალიან მოგიხდათ ეს სიმღერა. 10-იანს დაგიწერთ მე თქვენ. აქაც 10 ქულა, დიდი მადლობა ვერიკო და ნიკუში. ნამდვილად მე შემიძლია ვთქვა, რომ დავით კრუტოი იდგა დავით. ნუ ახლა ალეგროვას ორივეს ერთად ვერ გააკეთა და ამიტომ თუმცა ბატონო დავით მე სრული მექნება რომ შემდეგ იმედია შემდეგ ტურშიც გიხილავ და უბრალოდ მინდა ერთი გაითვალისწინოთ რომ უფრო მრავალფეროვანი რომ იყოს სცენაზე იქნება ალბათ კარგი თქვენთვის და ჩვენთვისაც და პროექტისთვის და თქვენი წარმატებისთვის და ხალხისთვის ყველასთვის იქნება კარგი. რაც შეეხება დღევანდელ შეფასებას მე 10-ს დაგიწერთ დღეს. 10 ქულა გადასარევი გილოცავთ ჩემო ძირფასო. გილოცავთ და ჯონი ყორჩიშვილი უნდა მოვიწვიოთ სცენაზე. ახლა კი ჯონი ყორჩიშვილი. გამარჯობათ.
Заставу ход на земли поеду Увезу тебя туда, где вечно лето Солнечный дни Только я и ты Ты вечный мой каприз и вечные желания Ты судьбой мне дана переживание Только позови меня, ты меня к себе позови Не устану я тебя целовать Год за годом буду все повторять Обними меня, целуй меня, желай меня, желанная моя Не устану я тебя целовать Год за годом буду все повторять Обними меня, целуй меня, желай меня, желанная моя Летние дожди и солнце над волнами Сказочные силы темнят облаками Только позови меня, ты меня к себе позови Ты вечный мой каприз и вечные желания Ты судьбой мне дана переживание Только позови меня, ты меня к себе позови Не устану я тебя целовать Год за годом буду все повторять Обними меня, целуй меня, желай меня, желанная моя Не устану я тебя целовать Год за годом буду все повторять Обними меня, целуй меня, желай меня, желанная моя Устану я тебя целовать Год за годом буду все повторять Обними меня, целуй меня, желай меня, желанная моя Не устану я тебя целовать Год за годом буду все повторять Обними меня, целуй меня, желай меня, желанная моя Целуй меня, желай меня, желанная моя Обними меня, целуй меня, желай меня, желанная моя Обними меня, целуй меня, желай, желанная моя აი ასეთი იყო ჯეონი დღეს ჩემო ძირფასებო და უნდა დავწეროთ ქულები სასწრაფოდ. სასწრაფოდ თუ უნდა დავწეროთ, მე დავიბენ, იმიტომ რომ პრონანსი იყო საშინელება, ძალიან არ მომეწონა. მაგრამ რაც შეეხება თვითონ იმდენად მოგწონდა შენ ეს სიმღერა, არ იყო ჩემთვის მოსაწყენი. ანუ ისე გავიდა ეს სიმღერა, რომ გავხალისდი ამყვა მსმენელი და ასე შემდეგ, მაყურებელი უბრალოდ და ამ სტრესს საზოგადოება. და მაგ მხრივ მომეწონა და მოდი წაგახალისებ ცოტას და 10-იანს დაგიწერ. 10 ქულა, დიდი მადლობა ნინო, ვახო. თუ წახალისებ რა მე ვერ წახალისებ აი. 10 ქულა გადასარევი. ვერიკო, მაიტა შენ წახალისებ. აუცილებლად მეც წავახალისებ. რატო არ იყო ცუდი? რაღაც თავისი ინტერპრეტაცია შემოგთავაზა ამ ადამიანმა, რაღაც ამ სიმღერაში ცოტა უფრო სხვანაირი ხმა გვახსოვს ჩვენ ყველას და რაღაც მოუხდა მე მგონი ცოტა დაბალი ტემბრი და 10-იანი. 10 ქულა გადასარევი. რა შემიძლია გირჩიოთ უბრალოდ მე მგონი რუსულ სიმღერებს მაინც და მაინც ნუ მიეძალებით მომავალში. არ ვიცი ეს უბრალოდ ასეთი რა ქნას. ხო, ტური. მეც გავითვალისწინებ ყველაფერი იმას, რომ თქვენ აშკარად
უმატებთ ანუ იმ პირველი ტურებისგან განსხვავებით ბოლოსკენ აშკარად შეცვლილი ხართ სასიკეთოდ რა თქმა უნდა თქვენთვისაც და ჩვენთვისაც რატომაც არა და მეც 10-ს დაგიწერთ დღეს გადასარევი დიდი მადლობა სრული 40 ქულა გილოცავ ჩემო კარგო წარმატებები და დღეისთვის ბოლო კონკურსანტი გახლავთ გელა ჩილინგარაშვილი აი ეს დამამახსოვრებინა და გავთავდე იმ წუთას აბა მზადნებით Fina mi liso che io sono tornato fine mia piseta biriola file na isuna edo Просто субиали гисо Ti da grame mi aggrandatis Mine Discosa codado mine Mine haiti di Rati Dile Dina capua coma E capi che mi lama Mone si catalaveni Dile Doxeri sitiani soimu Toda grigiana vnoimu Mone si catalaveni Yamena xerapos Befenis Dile Dina capua coma E capi che mi lama Mone si catalaveni Dile Doxeri sitiani soimu Toda grigiana vnoimu Mone si catanavenis Yamena xeropos Befenis გელა ჩილინგარაშვილი აი იმის გარეშე შემოვედი და მე მინდა გითხრათ ვინც არიცით ამ სიმღერის შინაარსი ეს არის დედმამიშვილებზე სიმღერა და ესეთი სიმღერა გახლავთ იცოდით თქვენ მეორე ნაწილი გახლავთ რძალი და მაზლის თემა არის ასეთი მე დავიწყებ მაშინ ხვდები რომ ბოლო მონაწილე რო ის რაღაცა გერიდება რომ შენივე მივიღოთ სიმღერა ეხა გელამ რა გინდათ კაც აბა მიდი გისმენთ არ მომეწონა არისო არც ის სიმღერა არისო ერთადერთი რაც მომეწონა მოძრაობები არა არა ერთადერთი რაც მომეწონა ძალიან გულით მღეროდა რაღაც და იმ ძალიან მოწონდა ეს რაღაც და
ამაში ერთ ქულას წაუმატებ, იმიტომ რომ ძალიან და რაღაცა კარგი ადამიანი ეთყობა და ძალიან ალალი და გულწრფელი ემოცია მოქონდა. ცხრიანს დაგიწერ. დამიჯერე კარგია 8-ანსაც წევს და 7-ანსაც ხოლმე იქ. აბა ვახო, მადლობა ნინო, გადასარევი იყო. ნუ ჩამოყარეთ ყურები, ბოლო მონაწილეა უნაში. აბა გისმენთ, აპლოდისმენტები. აი ასე დავიქოკეთ და გისმენთ ვახო. მე არ ვიყავი, გასული ვიყავი. ამ სიმღერის დროს და რა ვიცი, კარგი იყო, მითხრეს და 10-იანს დაუწერ რა. 10 ქულა გადასარევი. ვერიკო. მეც ვთვლი რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად ესე იგი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ამ სიმღერაში და ეს ემოცია ძალიან კარგად მივიღე მე და მომეწონა ძალიან. 10 ქულა. ანუ იტალიური სიმღერა იყო. ბერძნული. ხო, ანუ აი ვარკვევდით იტალიური იყო თუ ბერძნული. მეგობარი ბიჭი თავის მეგობარს უყვება სიყვარულის ამბავს. ბიჭს არა იმედი მაქვს. ბიჭი თავის სიყვარულის ამბავს. ბიჭი გოგოს ალბათ. თუ წრფელია რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა? პრინციპში. 10-იან. ანუ 10 ქულა, დიდი მადლობა. დედმამიშვილებზე რატო იყო ეს სიმღერა? რა ვიცი, ესე მომეჩვენა კულისებიდან ესე ჟღერდა რატომღაც და მე მაგალითად ქვისლსაც შეურევდი რაღაცა ესეთი სიმღერა იყო. თავარია გულით იყო და გამოტოვა იქ ჩემოძამია იყო ნახსენები. სამომავლონათა საუბაზე იყო სიმღერა, მომავალში რომ ესე იქნებაო. ხო, აი ესე. ასე. რა ვიცი, მეც რა შემიძლია თქვა, წინა ტურთან შედარებით უკეთესი იყო ნამდვილად, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ძალიან კარგთან მიახლოებული. მე 9-ანს დაგიწერ დღეს. გადასარევი 9 ქულა ამ შემთხვევაში. ნუ დაველოდოთ შედეგებს, წარმატებები ჩემო ძვირფასო გაიხარეთ და როგორც თქვა, ნინომ ბოლო მონაწილე გახლდათ ჩვენი დღევანდელი ტურის, ჩვენი გელა არაჩვეულებრივი სიმღერით და უნდა შევაფასოთ, დავითვალოთ, შევაჯამოთ ქულები, მანამდე კი რაღა თქმა უნდა ახლა ასეთი მშვენიერი ქალბატონი ყავს სტუმრად, როგორც ვერიკვა და ერთ სიმღერას შემოგთავაზებს და შემდეგ დაგიმუდებით აუცილებლად. აპლოდისმენტების ფონზე ვერიკო ტურაშვილი. All that I have is all that you've given me. Did you never worry that I come to depend on you? I give you all the love I had in me. Now I find your light, and I can't believe it's true. Wrapped in her arms, I see you across the street. And I can't help but wonder if she knows what's going on. Oh, you talk of love, but you don't know how it feels. When you realize that you're not the only one. I've tried to walk away, but it's not that easy when your soul is torn in two. So I just resign myself to it every day. All I can do is to leave it up to you. You better
You better stop. მოკლედ, პრინციპში ყველაფერი გაირკვა, ჩემო ძვირფასებო და დღეს რაღაცნაირად ესეთი ამბავი მოხდა, უპრეცედენტო, თქვათ, სამი აუთსაიდერი არ აყვავს, იმიტომ რომ ორმა ადამიანმა მოაგროვა ყველაზე დაბალი ქულა, შესაბამისად, დღეს ჩვენი მოწვეული ჟიური ვერ იყო. ხშირად არის ხოლმე, როდესაც სამი აუთსაიდერი ერთი უნდა გადაარჩინოს სტუმარმა, ამ შემთხვევაში ეს ნერვიულობა შენც აგარიდეთ, ჩემო კარგო და ამ შემთხვევაში, როგორც მიხვდით, ალბათ რაულ ფარსადანიშვილი 37 ქულით და გელა ჩილინგარაშვილი 38 ქულით გახდნენ დღევანდელი გადაცემის და ტურის აუთსაიდერები და შესაბამისად ერთი წუთით ეს ფირფიტები აქვს ჩვენს მონაწილეებს და თავად გადასცემენ სურვილის მიხედვით თუ ვინ და დარჩეს შოუში და ვისაც მეტი ფირფიტა ექნება თავისთავად ის დარჩება საქართველოს ფანოხში. ასე რომ ყველაფერი თქვენზეა და გთხოვთ გადასცეთ. მოკლედ აქ ყველაფერი გასაგებია. რაულის მიულოცოთ. გილოცავ რაული და გელა თუ რამის თქმა გინდა ჩემო ძვირფასო. დიდი მადლობა ყველას. გისურვებთ ყველას წარმატებას. უღრმესი მადლობა ჟიურს, გენაცვალეთ მიყვარხართ ძალიან სულ ყველანი. აი ასე შესანიშნავად, კარგად გემრიელად დაგვემშვიდობა რაული და მე მინდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მომავალ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს ისევ ახალი ტურით. მოკლედ არ გადაართოთ საქართველოს ფანოხი ყოველ შაბათ და კვირას ზუსტად 7 საათზე გელოდება. დროებით. That you've given me. Did you never worry that I come to depend on you? I give you all the love I had in me. Now I find your light, and I can't believe it's true. Wrapped in her I see you across the street, and I can't help but wonder if she knows what's going on.